მოგესალმებით, ბიზნესი Bloomberg-თან ერთად გრძელდება რუბრიკით ბიზნეს ლიდერები, მე გიორგი ბურდული ვარ. რუბრიკის სპონსორია ევროკრედიტი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი გახლავთ სოციალური საწარმო დადარის დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილი. არჩილ, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ არჩილ და სანამ მასზე ვისაუბრებთ, ერთი სული მაქვს, მაგრამ მანამდე მსურს რომ დაგისვათ ესეთი კითხვა. მანამდე როგორ მიხვედით? ამ საქმეს სანამ დაიწყებდით, მანამდე რა ხდებოდა თქვენ ცხოვრებაში და კარიერაში? სანამ იმ საქმეს განვახორციელებდი და დავიწყებდი, რასაც დღეს ვაკეთებ, მე ვიყავ ფეხბურთელი, თამაშობდი ფეხბურთს 10 წლის განმავლობაში. ძალიან მიყვარს ჩემი წარსული, როცა ვიხსენები ის პერიოდი, ჩემი გუნდი და ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ გამოცდილებამ და ცოდნამ სპორტულმა კარიერებმა, რაც წლების განმავლობაში. გუნდური თამაშის მომენტებიც ალბათ და ინდივიდუალურიც, ხო? ვფიქრობ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ მდგომარეობაში, როდესაც მე დღეს ვფიქრობ წარმოვადგენ გუნდს და ჩემი გუნდით ვაკეთებ იმ საქმეს, რომელშიც დღეს ვარ ჩართული. შემდეგ ანუ სამუშაო გამოცდილებაც გექნებოდათ ალბათ რაღაც ანუ ესე ვთქვათ ხეზე მუშაობა და ასე შემდეგ როგორ მიხვედით მაგამდე ძალიან საინტერესოა დადარი როგორ გაჩნდა რაღაც ეტაპზე მე რამოდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე შემდგომ როცა მივიღე გადაწყვეტილება რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა ჩემი ცხოვრების განმავლობაში მეკეთებინა ის საქმე რაც იქნებოდა ჩემი პირადი ინტერესით, სურვილით, სიყვარულით შექმნილი. პირველ რიგში დავაფუძნე საფეხბურთო კლუბი, ბავშვთა საფეხბურთო კლუბი, მივიღე სამწვრთნელო განათლება და 2 წლის განმავლობაში ჩემს პატარა გუნდთან ერთად მუშაობდი, ცხოვრობდი და ძალიან მიყვარდა ის საქმე, რაც ვაკეთებდი. თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ გადავწყვიტე კიდევ ერთი დამატებითი ჰობი მექცია პროფესიად და ის ხელსაქმე, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა, გადავწყვიტე პროფესიულ დონეზე შემისწავლა და შემდეგ დამიწყო ბიზნესში ჩართვა იმ დარგით და იმ სპეციალობით, რომელიც მაინტერესებდა. თავიდანვე სათამაშოებს აკეთებდით თუ? არა, თავიდან იყო ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა სუვენირები, ნაკეთობები, სწავლის პროცესი, გამოცდილების მიღების პროცესი და შემდეგ უკვე ბიზნეს გეგმაზე ფიქრი. და როგორ გაჩნდა დადარის იდეა, რა იყო ინსპირაცია? დადარის იდეა ჩემი უფროსი მეგობრის ინიციატივა იყო, რომელმაც გამოცნო თავისი წარსული გამოცდილება, იდეა, ინიციატივა თუ რამხელა დიდი შედეგების მოტანა შეუძლია სოციალურ მეწარმეობას და ამ მიმართულებით ფიქრს. იმ პერიოდში მე ინფორმაცია არ მქონდა სოციალურ მეწარმეობაზე და პირველივე გაცვლითი ინფორმაციების შემდეგ ძალიან დიდი ინტერესი გამიშთა ამ დარგის მიმართ. დავიწყე მოძრაობა, ფიქრი, ინფორმაციების მიღება მიმართულებით და დავწმუნდი, რომ ჩვენ ქვეყანაში ძალიან საჭირო და აუცილებელი დარგია, რომელსაც ვფიქრობ ძალიან დიდი მომავალი აქვს. დღესდღეობით პირველ ნაბიჯებს დგავს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საბედნიეროდ არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც სრუნავენ და ფიქრობენ ამ დარგის იზრდება ეს დარგი? იზრდება ეს დარგი და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს სოციალურ საწარმოთა ალიანსის მეთაურობით, ვინც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი დარგი, რომელსაც ბევრი სიკეთემო აქვს ჩვენ ქვეყანაში განვითარდეს. მაყურებელსაც რო განვუმარტოთ, მოკლედ რა არის სოციმეწარმეობა და რა მიზანს ემსახურება? ეს მოდი ესე მარტივად ვეცდები გამომარტო. ეს არის ბიზნესი, რომელსაც აქვს დამატებითი სოციალური პასუხისმგებლობა. სოციალური მეწარმეობა გულისხმობს ბიზნესის დახმარებით კონკრეტული სოციალური პრობლემების მოგვარებას. მაგალითად, როგორც არის მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება, ბიზნესში ჩართვა, ასევე სხვადასხვა სოციალური სერვისების მიწოდება და საკუთარი წვლილი შეტანა კონკრეტული სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებაში. სოციალური ერთი სოციალური ბიზნესის მიერ მოგვარებული სრული პრობლემა ეს ძალიან დიდი ფანტასტიკური სფეროა, თუმცა ცოტა რთულია. პატარ-პატარა წვლილი შეტანა კონკრეტული სოციალური პრობლემების მოგვარებაში ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეა და ამ ქვეყანაში არსებული სოციალური საწარმოები ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ სოციალურ პრობლემების მოგვარებაში, რაც საერთოდ ჩემში დიდი ეკოსისტემა. რახან წვლილს და გავლენას შევეხეთ, მე მაინტერესებს დადარის სოციალური მისია რა არის და ვინ არიან ის ადამიანები, თქვენი ბენეფიციარები და ის ადამიანები, ვისაც თქვენ ეხმარებთ. რა სოციალურ მიზანს ემსახურება და რა არის თქვენი ხედვა? ჩვენი მთავარი სოციალური მისია
გადავამზადოთ და დავასაქმოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები და საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირები. დღევანდელი მდგომარეობით 17 კაციანი გუნდიდან 5 იძულებით გადაადგილებული პირი, ხოლო 5 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი დღეს ჩვენი საწარმოს პროფესიონალები არიან და დღეს ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ყველას ესე ძალიან გვიყვარს. როგორ გააერთიანათ ეს ადამიანები მიზნის გარშემო, ერთი მიზნის გარშემო? ეს იყო გზა პერიოდი, რომელსაც გავდივართ და კიდე დიდი გზა გასავლელი. ამ გზის გავლის პროცესში ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, უახლოვდით ერთმანეთს, უსვლიეთ ინტერესებს. ერთმანეთს ვეხმარებოდით განვითარებაში მუდმივად. ჩვენი მთავარი მიზანია პირველ რიგში გადავამზადოთ ადამიანები, დავანახოთ ის საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და იმის გარკვევის შემდეგ თუ მათი სურვილის, მათი მოტივაციაც, მათი მისწრაფებაც იქნება ამ საქმეში ჩართულობა, შემდეგ უკვე დავასაქმოთ და ჩავართოთ ამ პროცესებში. სამწუხაროდ არ გვაქვს იმის უფუნება, რომ ეს ფართომასშტაბიანი მიღება გამოვაცხადოთ და იმ შესაძლებლობებით გამომდინარე, რაც გაგვაჩნია, ვთავაზობთ ახალ ადამიანებს, რომ ჩაერთონ და შემოვერთენ ჩვენ გუნდს, თუმცა ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებთ ორჯერ და სამჯერ გაზრდას რისი წინა პირობებს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ხო? მე მაინტერესებს სოციალ-საწარმოს იდეის ქონიდან როგორ ხდება თვითონ საწარმოს შექმნა რეალობაში. ანუ რასთან არის დაკავშირებული უნარჩვევების, თვისებების და ბევრი სხვა რესურსის მხრივ სოციალ-საწარმოს შექმნა საქართველოში. სოციალ-საწარმოს ჩამოყალიბების შექმნა და წარმატების მიღწევა ორ მთავარ ფაქტორზეა დაფუძნებული. ეს არის სწორი ბიზნეს მიმართულებით, სწორი გათვლებით და დახარისხება თუ რის იკეთება გინდა და მეორე სოციალური მისია. რომელიმე მათგანის ამოვარდნით წარმატებული სოციალურ-საწარმო არ იქნება. თანაბრად უნდა მიექცეს ყურადღება როგორც ბიზნესის კუთხით განვითარებას, სწორი ბიზნეს სტრატეგიის შემუშავებას, ასევე სოციალური მეწარმეობის და სოციალური იმ კონკრეტული სოციალური პრობლემის მოგვარებას, რის გამოც შეიქმნა ეს ბიზნესი. ეს ორი მთავარი ფაქტორი არის, რომლის თანაბარი ყურადღების მიქცევით და თანაბარი მხარდაჭერით საბოლოო ჯამში ყალიბდება ძლიერი სოციალური საწარმო, რომელიც ქმნის და აგვარებს იმ პრობლემებს, რომლისთვისაც შეიქმნა ეს ბიზნესი. რა რესურსებთან აქვს საქართველოში წვდომა სოციმეწარმეებს, გარდა მაგალითად სტანდარტული სესხისა და ინვესტორებისა? თუ არის ხელშეწყობა სხვადასხვა მხრიდან? საერთო ჯამში დღევანდელ მდგომარეობაში სოციალური მეწარმეობის მიმართულებით არსებობს რამოდენიმე საგრანტო ორგანიზაციები, რომლებიც გასცემენ გრანტებს და ეხმარებიან სოციალურ მეწარმეობის განვითარებაში. თუმცა ალიანსი ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, რომ საკანონმდებლო დონეზე იქნეს აღიარებული და დამტკიცებული სტატუსი. ჯერჯერობით კანონმდებლობა იურიდიული სტატუსი არ აქვს. და ჩვენ ფუნქციონირებთ როგორც სტანდარტული ბიზნესები. თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. კანონმდებლობის პირველი ფაზა შემუშავებულია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში განიხილება ეს საკითხი პარლამენტში და სოციალურ მეწარმეობის იურიდიული ფორმით დამტკიცება, რაც იქნება პირველ რიგში აღიარება იმ საქმიანობის, რასაც ეწევა. რა უპირატესობას გვთავაზობს ასეთი ჩანაწერი ვთქვათ კანონში? პირველ რიგში აღიარება. ჩვენ სოციალურ მეწარმეობა განიხილება როგორც ერთ-ერთი სტანდარტული ბიზნესი და ზოგადად არაფრით არ გამოირჩევა ბიზნესისგან დღევანდელი კანონმდებლობით. რეალურად ძალიან დიდი განსხვავებაა ტრადიციულ ბიზნესსა და სოციალურ მეწარმეობას შორის და გარდა იმისა, რომ კანონმდებლობა არსებობს, ცნობიერების ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს ეს კანონპროექტი. დღესდღეობით არსებული ბიზნესების ნაწილი რეალურად თვით გაუცნობიერებულთ არიან სოციალურ მეწარმეები. მეც შემხვედრია ასეთი ბიზნესები სხვათა შორის. თქვენ ახსენეთ, რომ უკვე რამდენიმე წლიანი გამოცდილება გაქვთ, მათ შორის სხვა ორგანიზაციებშიც. მე მაინტერესებს, როგორ ახდენთ თანამშრომლების მოტივირებას ზოგადად, გუნდის შეკრას და ვინ არის კარგი ლიდერი? როგორი უნდა იყოს კარგი ლიდერი? ხო, კარგი ლიდერი ეს არ არის მარტივი საკითხი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
ვფიქრობ, კარგი ლიდერი აუცილებლად პირველ რიგში უნდა იყოს სამართლიანი. მას უნდა შეეძლოს ადეკვატურად სწორად შეაფასოს მიმდინარე მოვლენები. აუცილებლად უნდა შეეძლოს ურთიერთობის სწორი ჩამოყალიბება თითოეულ გუნდის წევრთან. ის უნდა იყოს სამაგალითო ადამიანი, თავისი სიტყვით, საქმით და მოქმედებებით. უნდა მიუძღოდეს გუნდს როგორც წარმატების პროცესში, ასევე წარუმატებლობის პროცესში. ლიდერი არ ნიშნავს რაღაც კონკრეტულ პოზიციის მქონე ადამიანს. ლიდერი ყალიბდება ადამიანი, რომელსაც მიხვებიან კონკრეტული ჯგუფი, ენდობიან მას, სჯერათ მისი და აქვს წმენა. ანუ არ არის აუცილებელი რომ პოზიცია ქონდეს ამ ადამიანს. ოფიციალური მე ვფიქრობ პოზიციით, სამსახურებრივი პოზიციით ლიდერად ვერ ჩამოყალიბდება ადამიანი, თუ მას არ აქვს გამომუშავებული ან არ გამოიმუშავებს იმ თვისებებს, რაც სჭირდება იმისთვის, რომ ადამიანების ჯგუფმა აღიარონ ის როგორც ლიდერი და სჯეროდეთ მისი, ენდობოდნენ მას. მეწარმეობის და ლიდერობის გზაზე მაინტერესებს თუ დაგიშვიათ შეცდომები და თუ ყოფილხართ არასწორი ზოგადად. ვფიქრობ, შეცდომების დაშვება ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის იმისთვის, რომ განვითარდე და ისწავლო. ლიდერად ჩამოყალიბების პროცესში, ანტრეპრენეურობის პროცესში, სტარტაპერობის პროცესში აუცილებელია შეცდომების დაშვება იმისათვის, რომ განვითარდეს. შეცდომების არ დაშვება ნიშნავს შიშს შემდგომი ნაბიჯის. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ შემოვიტანოთ სიახლეები ჩვენ საქმიანობაში, ცადოთ სხვადასხვა გზები იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და ბუნებრივია ამ პროცესში უშვებს შეცდომებს ადამიანი, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეცდომის დაშვებით გაიზარდო და უფრო ძლიერი გახდე, განვითარდე, ვიდრე ჩამოყარო ყურები და თქვა, რომ ეს შეცდომა არის გამოუსწორებელი, თავი გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვით. სხვა ადამიანებს რა რჩევებს მისცემდით ისეთ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს და განსაკუთრებით მომავალ სოცმეწარმეებს? ზოგადად მნიშვნელოვანია იმ საქმის ცოდნა, სიღრმისეულად რა საქმესაც აკეთებ და ჩამოყალიბება პროფესიონალად. მე ვთვლი, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს იმის რესურსი, რომ შეგვიძლია გავხდეთ პროფესიონალები სხვადასხვა მრავალი მიმართულებით, რაც ჩვენ დაგვაინტერესებს. რჩევა რა შემიძლია მივცე იმ ადამიანებს, ვისაც დაინტერესებთ ეს, არის ის, რომ საყვარელი საქმის კეთება არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი წარმატებისკენ. საქმე, რომლის კეთებაც გსიამოვნებს, განიჭებს ბედნიერებას და გაძლევს ძალას და ამ საქმეს ერთგულად ემსახურები, ვფიქრობ, წარმატებისკენ მიმავალი გზა ბევრად უფრო სასიამოვნოა ვიდრე სხვა შემთხვევაში. რჩევლები ან მენტორები თუ ყოლიათ, ოდესმე ეს რესურსი თუ არის ხელმისაწვდომი და რა მნიშვნელობა აქვს მას მეწარმის ცხოვრებაში? საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში უკვე ძალიან ბევრი მიმართულებით ხდება ამ ხელშეწყობის მიღება. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც მენტორობას უწევენ სტარტაპ ორგანიზაციებს, უწევენ მხარდაჭერას ინფორმაციული თვალსაზრისით რა და როგორ გაკეთება სჯობს და არის უფრო ადვილი. გვაქვს როგორც დედაქალაქში რამოდენიმე სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც ეხმარება სტარტაპებს განვითარებაში, ამავდროულად აძლევთ იმ ცოდნას და რესურსებს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ თავიანთ სურვილებს და მიზნებს მიაღწიონ. მეც ყოლია მენტორები, ძალიან მადლობელი ვარ მათი. საბედნიეროდ ჩემ ის ადამიანები, ვინც გახდნენ ჩემი მენტორები და მეხმარებოდნენ წარმატების მიღწევაში, ამავდროულად იყვნენ ჩემს ბიზნესში და საქმიანობაში ჩართულები, უკვე გამოსტილი ადამიანები და მე მქონდა ამის ბედნიერება და ფუფუნება და მადლობას უხდი მათ და ამავდროულად მუდმივად ვცდილობდი ახლა კონტაქტში ყოფილიყავი იმ ორგანიზაციებთან, რომელიც ქვეყანაში უწყობენ ხელს სტარტაპების განვითარებას. თვითონ ადამიანი, ლიდერი ზოგადად ყოველდღიურად როგორ უნდა განვითარდეს? მუდმივად როგორ უნდა ვითარდებოდეს ადამიანი? ყოველდღიურად უნდა იცადოს, იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ და ამისთვის თავის სრულ რესურსს ხარჯავდეს. მე ვცდილობ ვიყო ჩემი თავის მაქსიმალური ვერსია დღეს და მინდა რომ ხვალ უკეთესი ვიყო თუნდაც ერთი ნაბიჯით. და ვცდილობ ყოველდღიურად ვისწავლო და განვითარდე.
და სამომავლო მიზნებზეც რო გითხრათ სულ ბოლოს სანამ დავასრულებთ. საით მივდივართ? რა არის თქვენი საბოლოო მიზანი? ძალიან კარგი წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ განვითაროთ ჩვენი მიზანი რა არის, ჩვენი ბიზნესი გახდეს იმდენად მდგრადი, რომ 10 წლების განმავლობაში ჩვენგან დამოუკიდებლად შეძლოს არსებობა და აკეთოს ის კეთილი საქმე და მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც დღეს ვაკეთებ. 4 წლიანი საქმიანობიდან გამომდინარე ჩვენ ვარ სტარტაპი და დღეს უკვე შევქმნით ის შევძელით ის საძირკველი შეგვქნა, რომელზეც შესაძლებელია ძალიან დიდი მძლავრი ნაგებობის დაშენება. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და წარმატებები მინდა გისურვოთ ამ საქმეში. მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო ინტერვიუსთვის. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს იყო რუბრიკა ბიზნეს ლიდერები. ჩვენ ეთერში ყოველ ხუთშაბათს გავდივართ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახდათ სოციალური საწარმო დადარის დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილი.